ჩემი პოზიცია რა არის? საფრანგეთის კონსტიტუციით, რომელიც ზანგავს ჩვენ კონსტიტუციურ მოდელს, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ვალდებული არის პრემიერ-მინისტრი კვირაში ერთხელ მოვიდეს პრეზიდენტი. მე მიმაჩნია, რომ არ არის ახლა ის სიტუაცია, რომ არ იყოს საგანგებო სიტუაცია. ქალაქის ცენტრში, ციხიდან გამოშვებული. თქვენ შეგიძლიათ ჩათვალოთ ის პოლიტპატიმრება, ჩემი თვალსაზრისით ხალხი ვიცხოვრობს კრიმინალურ ლექსიკას, გამოიყურება როგორც კრიმინალი, მოქმედებს როგორც კრიმინალი, გასამართლებული იყო ყრელობისთვის, დაჭრისთვის, ამბოხისთვის და ასე შემდეგ, არის კრიმინალი. ეს ჩემი განმარტება და მე მაქვს უფლება ჩემი განმარტებაში. 200 პოლიტიკოსი არ არის საქართველოში, არათუ 200 პოლიტპატიმარი, მაგრამ ეს თქვენი გადაწყვეტილება იყო, ან იმ ხალხის გადაწყვეტილება, ვინც ეს პარლამენტ შემოიტანა. მაგრამ ნუ ეს ამ ხალხმა მოაწყო ცემა ყება საპარლამენტო ოპოზიციის, რომელიც მოდიოდა ჩვეულებრივ საჯარო ღონისძიებაზე. დღეს მე მოვისმინე განმარტებები თავრობის მხრიდან, რომ თურმე სახელმწიფო დაცვის სამსახურს და განახორციელებს დაცვა. სოფლიოს ერთი ქვეყანა მაჩვენეთ, სადაც სახელმწიფო დაცვის სამსახური ქუჩაში აფარებს ეს. ერთი ქვეყანა მაჩვენოთ. ეს რაღაც სულ ახალ მომებს ვიღებთ საქართველოში და მე დავუვალებთ სახელმწიფო დაცვის სამსახურს. ბატონო მიხეილ, ამისთვის შევიკრიბეთ აქ? ბოდიში არა ბოდიში. ხო, ამიტომ რაზე შევიკრიბეთ, იმაზე ვისაუბროთ, მეც მაქვს ჩემი მოსაზრებები ამ ყველაფერზე. დიახ, გისმენთ. რაც ხალხს აღებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ამაზე უფრო სერიოზული თემა, თქვენი პრემიერ-მინისტრი რომ მოსულიყო პრეზიდენტთან, თუ არა კრიმინალების მიერ ეგზეკუტორ რას ვლაპარაკობთ, ჩვენ უკრიტიკოთ მე არ მივიღებ იმას, რასაც ვთავაზობ. ჩვენ ვთავაზობ, რომ თურმე არ არის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რა ეს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია რომ მოვიდეს. იმედიანებთ, რომ ახლა პრემიერ-მინისტრი უნდა მოსულიყო აქ, ამას ბრძანებთ? იმედია რომ მომავალში მოვა. კი ბატონო, რა თქმა უნდა. რა შეეხება ჩვენ გეუბნებოდეთ, იმედია რომ მომავალში მოვა. რა თქმა უნდა. ქვეყანაში არის საგანგებო სიტუაცია. ქვეყანაში ხდება დღეს ერთის მხრივ პარლამენტში კონსტიტუციურ უმრავლესობას უკანონო წესების მითვისების ცდილობა, მეორე ქუჩაში დევნა ოპოზიციის, რაც არის მიუღებელი. მესამე, ამით ძალიან სუსტება ქვეყნის საერთაშორისო პოზიციები და ეს არ შეიძლება თქვენც და მეც არ გვაღელვებთ ძალიან ბატონო. ჩვენ ეს ჩვენი ვრათიც და მეც ასე ვიცი, რომ საქართველოს გამოიყურება როგორც რაღაცა საკმაოდ განუვითარებელი მესამე მსოფლიოს ჩამორჩენილი ქვეყანა, აი ამ სურათებთან ტელევიზორში გავიდა, ეს 100-ია. და ეს ჩვენი საერთო შეშფოთების საგანია, ამიტომ ეს არის ის თემები, სადაც პრემიერ-მინისტრმა კეთილინებოს და ჩაერთოს. თქვენ ჩართოს ჩვენ ვაფასებთ და კარგია რომ ჩაერთო. ჩვენ მზათა ვართ რომ ასე პარლამენტში იყოს ფართო დისკუსიები და საერთოდ უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის თემა. აქედან გავდივართ ჩვენ ვართ მზად რომ გავაგზავნოთ ეს საუბრები, ჩვენ გვაწუხებს ეს საკითხები, რომელიც გვაწუხებს, მე მესმის თავრობას რასაც უხებს, ამას აღარ გამიმეორებთ ახლა, ყველაფერი გასაგებია. საკმარისია რომ ეს დიალოგი უბრალოდ გაგრძელდეს, ჩვენ მივიდეთ ყველა იმ წერტილამდე, სადაც შესაძლებელი იქნება შეთანხმება. მე მაინც იმედი მაქვს, რომ როგორც მოვახერხეთ ჩვენ სულ დასაწყისში, ოქტომბერში, ყოველგვარი ზედმეტი ექსესების გარეშე გადაბარება მთავრობის, მათ შორის იმ ფუნქციებისაც, რომელიც გადაბარება ავტომატურად არის კონსტიტუციით გარანტირებული, მაგრამ ასე იყოს სწორი, მე ახაც მიმაჩნია, ზუსტად ასევე შევძლებთ ამ თითქმის ჩიყული სიტუაციიდან საერთო გამოსავლის ფორმას. რა თქმა უნდა, და აქ უნდა ყველანი ჩავერთოთ, ახლა პოზიებში ჩაყრდნობის ზოა არავისთვის არ არის. და მე უბრალოდ ამის თქმა მინდა და არა ის, რომ თქვენ არ უნდა მოსულიყავით. რა თქმა უნდა, თქვენც უნდა მოსულიყავით, პრემიერ-მინისტრაცია მომიჩნევთ და ყველა სხვა ადამიანს, ვინც ამ თემებზე მუშაობს. ეს არის და ეს.